როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კუჭმაჭი? მოვამზადეთ დღეს ჩემთან ერთად და გამოგივათ ძალიან გემრიელი. ზოგადად კუჭმაჭის მოსამზადებლად იყენებენ ქათმის კუჭს, გულს და ღვიძლს. ეს სამივე ერთმანეთს ავსებს და კერძი გამოდის სასწაულად გემრიელი, თუმცა მე დღეს გამოვიყენებ 1 კილოგრამ ქათმის ღვიძლს. კარგად გარეცხილი კუჭმაჭი გავავლოთ მდუღარე წყალში, შემდეგ ჩავალაგოთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ. აი ასე უკვე მოხარშული კუჭმაჭი დავტოვოთ გასაციებლად. სანამ კუჭმაჭი ცივდება, ჩვენ დავჭრათ ხახვი. ხახვი დავჭრათ მსხვილად. ასევე წვრილად დავჭრათ ნივრის რამოდენიმე კბილი, დავჭრათ მწვანილებიც, მე ვიყენებ ოხრახუშს და ქინძს. ხმელი სუნელებიდან მე გამოვიყენე დაღერღილი მწარე წიწაკა, პაპრიკა, ხორცის სუნელს. გირჩევთ ხორცის სუნელს, რადგან ძალიან ბევრი სუნელებია შიგ გაერთიანებული. დამატებით კიდევ ვამატებ ქინძს და უცხო სუნელს. მინდა რომ ეს ორი არომატი მკვეთრად გამოირჩეოდეს. გავასუფთავოთ ბროწეული, დავმარცვლოთ, აი ასე. კუჭმაჭი კარგად რომ გაცივდება, დავჭრათ კუბიკებად. ამ დროისთვის თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონთ და გააზიაროთ კიდევაც. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ შიგ კუჭმაჭი და მსუბუქად შევწვათ. ხშირად უნდა ვურიოთ, ცოტა რომ შეწითლდება, უკვე მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. ვაყრით ჩვენ გამორჩეულ სუნელებს, დავაყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ 150-დან 200 მილilitrამდე თეთრი ღვინო. დავახუროთ სულ 9 წუთით, რომ მსუბუქად ჩაორთქლდეს. მალევე ავხადოთ სახურავი და მოვურიოთ. თუ ხახვი არის ჩარბილებული, უკვე საკმარისია. დავამატოთ მწვანილები და ნიორი. როგორც ყოველთვის, ეხლა შეგახსენებთ, რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეოც მოიწონეთ და გააზიარეთ კიდევაც. მე კი თქვენთვის ახალი რეცეპტის მომზადებას უკვე დავიწყებ. საბოლოოდ მოვურიოთ და გადმოვიტანოთ ღრმა თეფშზე. ერთი ნახეთ რა გემრიელობაა, სასწაული არომატი აქვს და გემოთ სასწაული ექნება. ეს აუცილებელი მოსამზადებელია. მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები. ბროწეულის მარცვლებს არ ვაყრით მხოლოდ სილამაზისთვის, ვაყრით ბევრს, იმიტომ რომ აძლევს თავისებურ სიმშავეს და ძალიან აგემრიელებს. არ დაგენანოთ ბროწეულის მარცვალი, მოაყარეთ კარგად. ზემოდან კიდე შეგიძლიათ ცოტა მწვანილები მოაყაროთ და ჩვენი კერძი მზად არის. აი ესე ძალიან მარტივად, ძალიან სწრაფად გამოგვივიდა უგემრიელესი კერძი. მოამზადეთ ჩემთან ერთად და სამუდამოდ დამიმახსოვრებთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.